მოგეხსენებათ რომ გვიწევს ხოლმე ეგრეთ წოდებულ კორპორატიულებზე ხანთამადობა არის ქორწილებიც ხოლმე განსაკუთრებით რაღაცა პერიოდის უკან ძალიან ხშირი იყო მე ვინც იცის და არ იცის ყველამ არის უკვე თამადა და შესაბამისად ჩვენს ბევრი საქმე გვაქვს და გვიწევს ხოლმე უარის თქმა ეხლა ამ ყველაფერს ჩემო კობა ახლავს ძალიან სირთულეები გარდა იმისა რომ თამადობა თავისთავად არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი. რაში მდგომარეობს ახლა ეს ამბავი? მიდიხარ აბსოლუტურად უცხო ხალხში, რომელთანაც არავისთან შეხება არ აქვს, შესაბამისად არ იცი რა, ნათესავი, დედმამიშვილი, დედა, მამა, ყველას კარგად უმყოფოს, მაგრამ ზოგი შეიბადება საერთოდ არ აყავს დედმამა, ხო? ხო და მოკლედ რაღაცა ერთი მრჩეველივით ადამიანი გჭირდება ხოლმე. არსებობს ოჯახები, რომლებიც ამ ასე ვთქვათ თამადის ინსტიტუტს ძალიან არასერიოზულად უყურებს რა. ყველაფერს მოილევს, იქ ყველაფერს, ეს იყოს, ეს იყოს. აი ხა არავის ეს კაცო, თან თუ ეხა ისეთი სახელი და გვარის თამადა, რომელსაც რატომღაც თვალდახუჭული ჯერათ განსაკუთრებით მაშინ მაგას რაც უნდა სწავლე კაცო მიხედავს მაგას გააკეთებს და ძალიან იძაბები ხვდები რომ აბსოლუტურად ზედმეტი ხარ თან საჭირო და ძალიან ცუდად ხარ იმიტომ რომ იქ იმდენი საქმე აქვს ხან დედოფალს ელოდებიან თუ ვაჟმა მოიყვანა თუ ის უნდა ნუ ეხა მოგეხსენებათ ეხა ქართული ტრადიცია ამბავი ღმერთმა ყველა ბედნიერები ამყოფოს სადაც ყოფილ ვარ ყველასთან თითქმის მაქვს ურთიერთობა თითქმის რამოდენიმე გამონაკლისის გარდა შვილებიანად და შენაძენიანად მართლა ყველა კარგად იყოს. ერთ-ერთი ესეთი სიტუაცია მაქვს ჩემო მეგობრებო ძალიან ახლობელმა დამირეკა. ეს კიდევ ურთულესი შემთხვევაა, კიდე ზემოდან პრობლემა, იმიტომ რომ ახლობელი რო გირეკავს ნიშნავს რომ უნდა წახვიდე ნახევარის ნახევარფასში ეს ერთი და ყველაზე მთავარი პრობლემა. ახლობელი რო გირეკავს ნიშნავს რომ იმას ეკითხებიან ყველაფერს შესმაგივრად და ის ცემ შენ კაცო არაფერი მაგას რა პრობლემა აქვს მოვა თავის საქმეს გააკეთებს. მოკლედ ამას უთხარი რომ იქნება მეთქი ვინმე დამისვათ გვერდით რომ ვკითხო ამას რა ქვია ამ დედო შეხვალდა სადმე აწერია ტორტზე მეფე დედოფლის სახელი და გვარი ხო ჩემბედნიერებას საზღვარი არა აქვს სახელები მაგრამ ძირთადად მიწევს ხოლმე ჩვენს მეფე დედოფალს გაუმარჯოს ჩვენი დედოფალი და მეფე დედოფალი მეფე იმიტომ რომ ის ადამიანების ემართებათ ის რასაც ახლა მოვყვები მოკლედ მომამაგრეს ერთი პიროვნება აი დავჯექი ასე ვთქვათ სადავჯექი კაცო ვერ მჯდები ხოლმე ვთქვი რომ ჩვენი შეკრება და უფლის სადიდებელი და მადლობა გამჩეს რომ შევიკრიბეთ თქვენგენაცვალეთ ესე დავდივარ აქ არის ასე წინ მთელი აუდიტორია 400 კაციანი შემოგევლოთ ჩემი თავი ისე და წავედი ახლა მოვტრიალდი რომ უთხრა ამას რომ შემახსოვს მოვტრიალდი და კაცი აღარ არის ამ ქვეყანას გაგლე ჯიმიტო ესეთი მოცელვა მე არ მინახია ბიჭო არავის არც ხელა ჩემთვის მივალ ამ კაცთან შევარყევ ახლა მიუყვები მშვიდობა მოდის მე პატრიარქი მოდის სადაც სახელები ამჭირდება საქართველო კი ბატონო მაგრამ არ ვიცი ახლა მოკლედ გადავლახე რაღაცა მომენტამდე მივედი და მივედი მშობლების ადგილზე. აი აქ იწყება ახლა ხარ ცოდვა. ამ ისტორიის კულმინაცია. გავედი და ვამბობ რომ ახლა მე მინდა მეთქი რომ ჩვენი მეფე დედოფლის მშობლები მოვიწვიო ჩემთან თუ შეიძლება რომ მობრძადნენ. მოვიდა ორი ბატონი და ერთი ქალბატონი. სად არის მეორე დედა სახელი არ ვიცი. ძალიან ვთხოვთ არ გავაგზავნებ ქორწილს არავითარ შემთხვევაში ვთხოვთ მობრძანდით იგვიანებს აი რა დედოფალი უნდა იყოს ხათრიანი და დედა არ აუშავს შეიკავეთ წრემლები დღეიდან იწყება ამის ბედნიერება და ამ დროს კაცი მოდის ხო არ გავაკეთებდი მაგის და საბერძნეთში არ ჩამოდი რა დამემართა იცი მომენტალურად ვიგზენი ფეხსაცმელებში წყალი სიმწრისგან მე ვთხარი ეს ყველაფერი ხუმრობა
ვიცით რომ იქ არის და აი მის მერე ამერდამერია ყველაფერი რას ვამბობდი როგორ დამთავრდა რა მოხდა აი სიცხრის იყო აი წვერვალ მოკლედ იმის მერე კარგახანს არ დავდიოდი და ძირითადად ქელეხში რომ ვიცი რომ ვერ შემოვიდოდა